ქართველები ზოგადად სპორტში მაგრები ვართ. მით უმეტეს ჩხუბსა და ჭიდაობა რაც შეეხება რა. აბა ჭიდაობაში. ხო და ეს ჩემი საყვარელი ისტორია, ნამდვილი ისტორია. იმ დარბაზს არ დავასახელე ბოქსის დარბაზი იყო, ბოქს ასწავლიან ბალღებ რა. ხო. ხო და მამამის მიუყვანია შვილი და წვრთნელებისთვის უთქვამს რომ ბიჭებო, ფულზე პრობლემა არ არისო. აი ეს ბალღი უნდა გაიზარდო ჩემპიონიო, თავი ბიჭი კაცო. თქვენ მაითხოვეთ რაც გინდათ, როგორც გინდათ, ოღონდ ეს უნდა იყოს ჩემპიონიო რა. ყოველი მიზეზის გარეშე. ჩვენც ახლა დააყარე ჯაფა ამ ბალხს წვალობენ რაღაცებს, სხვას რო 1 საათი ავარჯიშებენ, ამაი 4 ავარჯიშებენ, ეს ბალღიც მონდომებულია, მაგრამ თავზე ვიძალა არ არის რა, რაც არის ეგ არის რა. ხო. ადგნენ და ერთ თვენახევარში რაღაცა ტურნირი იყო და იმ ტურნირზე გაიყვანეს ეგრევე რომ ნახონ რა ხდება. ბალღი ეკვეთა იმან რომ ბოქს როგორც დაიძახა საჯმა და იმან დაჰკრა და ეს გადავარდა ბატონყმობასავით დებატრავით. ხო გდია რა გაახილა თვალები და მწვრთნელი აქედან ეძახის რომ ესეთი წესია ზოგადად რა რომ 10-მდე ხო უნდა დაუთვალოს და ბოლო წამებზე უნდა ადგე ბოლო თვლებზე რომ ცოტა სული მოითქვა რა შეგიძლია პირველი 1-2-ზე წამოხდე მაგრამ ჯობია რომ ცოტა აზრზე მოხვიდე რა და 8-მდე არ ადგე მწვრთნელი ეძახის 8-მდე არ ადგე და ამან ეხლა რომელი საათია? აბა გონია მასათა მეიქნა. ეხლა რომელი საათია?